ამ ვიდეოში მოგიყვებით მწოლიარე ბუდას ოქროს გიგანტური ქანდაკების შესახებ და გაჩვენებთ თუ საიდან წარმოიშვა ტრადიციული ტაილანდური მასაჟი. დღეს ბანგკოკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტაძარს ვატ ფოს უნდა ვესტუმრო. ზამთრის სიცივეს გამოქცეულს ბანგკოკში სასიამოვნოდ ცხელი და მზიანი ამინდი დამხვდა. გადავწყვიტე ფეხით გამესერნა ბანგკოკის ქუჩებში ნავსადგურამდე, საიდანაც უკვე ბორანით გავაგრძელებ გზას დანიშნულების ადგილამდე. აი ასე გამოიყურება ჩემს სახლთან ყველაზე ახლოს მყოფი ერთ-ერთი ნავსადგური. ესეც კი მდინარე ჩაო ფრაია. თუ ბანგკოკში მოხვდებით, ბორნის გამოყენება გადასაადგილებლად იდეალური ვარიანტია. იგი ყველა მთავარ ღირსშესანიშნაობასთან მარტივად მიგიყვანთ. ბილეთის ფასი 16 ბატია. დაახლოებით 44 ცენტი. მანამ სანამ თქვენ ბორანს ელოდებით, ასეთ სიმშვიდეში შეგიძლიათ ჩამოჩდეთ და დათქვეთ ხედებით. თავი რომელიღაცა ფილმის სცენარში მგონია. აი ჩვენი ბორანიც. ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან საკმაოდ მოძრაობს ტალღებზე. წონასწორობის შეკავებაა საჭირო. აი ასე გამოიყურება შიგნიდან. თუმცა მგონი სჯობს დავჭდეს, სანამ ავყირავებულ ვარ. ჩაო ფრაია არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მდინარე ტაილანდში. იგი ბანგკოკის გულში მდებარეობს და მას ორ ნაწილად ყოფს. მას როგორც ქალაქის სისხლძარღვი, ასეც კი მოიხსენიებენ. მდინარე გადის ქალაქის რამდენიმე მთავარ ღირსშესანიშნაობას, დიდ სასახლეს, ესეც ვატ არონი. პირდაპირ შესასვლელთან ჩერდება, კომფორტულია არა, აქ ხვალობირებ მოსვლას და ბოლოს ჩემი გაჩერების დროც მოვიდა. აი ასე გამოიყურება ბანგკოკში ერთ-ერთი ყველაზე გიჟური და ხმაურიანი ხაოსანის ქუჩა დღისით. აქ ასევე შეძლებს სხვადასხვა სუვენირების, ტანსაცმელების და აქსესუარების შეძენას. ასევე იყიდება სხვადასხვა ტურები. გზად ერთ-ერთ ტაძართან შევჩერდი, სადაც ცოტა დავისვენე და შემდეგ ისევ გავაგრძელე გზა. როგორც იქნა, მოვედი ვატ ფოს ტაძრის შესასვლელამდე. აი ასე შემომეგება ჩინელი მცველი სკულპტურა კარიბჭესთან. აქაურობა კი თვალის მომჭრელად ბრჭყვიალებს. ბილეთის ფასი 200 ბატია, დაახლოებით $6 და გაითვალისწინეთ, მხოლოდ ქეშად შეგიძლიათ ყიდვა. ვატ ფო ბანგკოკის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ბუდისტური ტაძარია. მას ასევე როგორც მწოლიარე ბუდას ტაძარს ისე მოიხსენიებენ. შესასვლელში აი ასეთი ჯადოსნური ბაღებია. ისეთი სილამაზეა თვალს ვერ მოწყვეტ. ყველა კუთხე კუნჭული მორთულია ფრესკებით, ქანდაკებებით, რომლებიც ბუდას ცხოვრებასა და სწავლების შესახებ მოგვითხრობენ. ტაძრის კომპლექსი უდიდესია. 80,000 კვადრატულ მეტრი ფართობის და აქ ბუდას 1000-ზე მეტ გამოსახულებას შეხვდებით. ტაძარი მე-16 საუკუნეშია აშენებული, თუმცა 1788 წელს იგი მეფე რამა პირველმა აღადგინა, მანამ სანამ ბანგკოკს ტაილანდის დედაქალაქად გამოაცხადებდა. ყველა კუთხე და კუნჭული საოცრად ლამაზია. უამრავი ლაბირინთის სტილის, მოედნების და დერეფნების გავლის შემდეგ აღმოჩნდი ფრა უბოსოდთან, ხელდასმის მთავარ დარბაზთან, სადაც ბუდისტური რიტუალები ტარდება ხოლმე. შესასვლელთან უნდა გაიხადოთ ფეხზე და ისე შეხვიდეთ. აქვე შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი ფეხსაცმელები. ეს არის კომპლექსის ყველაზე წმინდა შენობა. საოცრად მაგიური გარემოა. ოქროსა და ბროლის სამსაფეხურიან კვარცხლბეკზე კი მოოქროვილი ბუდაზის, რომლის თავზეც 9 სართულიანი ქოლგა, რაც ტაილანდის ხელისუფლებას აღნიშნავს. ამასობაში მოსაღამავდა კიდეც. დრო ისე გამეპარა, თავადაც ვერ მივხვდი და სასწრაფოდ გამემართე